რუსეთის გავლენა აფრიკაში შემცირდა. ეს ვლადიმირ პუტინისთვის სერიოზული დარტყმაა. ამჯერად აფრიკის უდაბნოებში. მალის არმიის კოლონა რუს სპეციალურ ძალებთან ერთად ქვეყნის ჩრდილოეთში სასიკვდილო ჩასაფრებაში მოჰყვა. შედეგები დამანგრეველი იყო. ათობით რუსი მებრძოლი მოკლეს ან თვე დაიყვანეს. ისინი აფრიკის კორპუსს ეკუთვნოდნენ, ძალას, რომელიც ადრე ვაგნერის ჯგუფის სახელით იყო ცნობილი. ეხლა ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უშუალო კონტროლის ქვეშ მოქმედებენ. თავდასხმის უკან იდგა იშვიათი და საშიში ალიანსი, JNIM's, ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ჯგუფსა და თუარეგ სეპარატისტულ ძალებს შორის. ერთად მათ გაანადგურეს ჯავშან ტექნიკა და ხელში ჩაიგდეს სამხედრო აღჭურვილობა. ეს პირველი მარცხი არ ყოფილა. სულ 2 თვის წინ რუსულმა ძალებმა კიდევ ერთი დამარცხება განიცადეს რეგიონში. როგორც იუწყებიან, მათ შორის იყო მალის თავდაცვის მინისტრის მოკლაც. ზეწოლა იზრდება მალის სამხედრო ხუნტაზე, რომელიც პუტინის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. შემხევის ადგილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ნევდებიან ჯარისკაცები და როგორ იწვის მომარაგების კოლონები. იწვევს თუ არა რუსეთი აფრიკაზე გავლენის დაკარგვას.